6 თვის წინ, როდესაც აი ბოლო საპარლამენტო არჩევნები იყო, შენ ამ გუნდით ყავი გამოსული, ხო? ანუ შენ საკუთარ მოსახლეობას უთხარი, რომ აი ჩვენ ეს ვარ და ამ ხალხს დაუჭირეთ ხარი და ის მოსახლეობა ადგა შენი ამორჩეველი და იმ ხალხს მის დაუჭირა ხარი, ხო? ბიძინა ივანიშვილთან ერთად დაუჭირა იმ გუნდს, რომელიც მაშინ იყო, ხო? და ეხლა რომ გამოდიხარ და აი მე რომ ჩვეულებრივ რიგითი ამორჩეველი ვარ და ხედავ უყურებ ამ ხალხს და მეიმედება ამ ადამიანების და მჯერა, ხო, ამ ადამიანების, ხო? და ეხლა გამოდიხარ და იმ ადამიანებს ვისაც მე გუშინ მეიმედებოდა და ვის გამოც არჩევნებზე მივედი და ხმა მივეცი, დღეს ტალახშესური, ანუ არა რამე დასაბუთებული კი არა გაქვს, არამე მტკიცებულებებით კი არა გაქვს, გაჟღერებული სპეკულაციების საშუალებას ტოვებ და ტალახშესური უბრალოდ, ხო, ანუ ეს როგორ შეიძლება აიხსნას, ხო, ანუ როგორ რა გამოვიდა, ეხლა უყურეთ აი მარტივად რო შევაფასოთ, რა გამოვიდა, ჩემთვის რა გამოვიდა ყოველ შემთხვევაში 14 წელია ქვეყანა ქართული ოცნებარი ქვეყნის ხელისუფლებაში, ხო? ამ 14 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი მინისტრები იყო, პრემიერ-მინისტრები იყო და ასე შემდეგ, ხო? ანუ რა ვიცი, რა ჩამოთვლის მაგათ, ხო? გამოვიდა რომ აი ამ ძალიან დიდი რაოდენობის პოლიტიკოსებს შორის ყველაზე ცუდები საშინელები აღმოჩნდნენ ის ხალხი, რომელიც იდეაში იყო უახლოესი გარემოცვა ბიძინა ივანიშვილის და ის ხალხი ამას რო თავი დავანებოთ. ის ხალხი, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად როდესაც უჭირდა, ხო, ეს იყო გადატრიალების საფრთხე, გახარიას მიერ შინით ვიზის ყველაზე მეტად გადაიარა გადატრიალება, ვიზზე შეძლო აერიდა. პასუხისმგებლობა, ხო, ვინც ამაზე პასუხისმგებლობა იყო და ვინც შეძლო რომ ეს ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანა, თურმე ის ხალხი არის აი ამ 14 წლის განმავლობაში. მოდი კიდევ უფრო მეტად ყველაზე აი